მოგესალმებით, ეს სპორტ კოუჩის წლის ბოლო გადაცემა. მადლობა ყველას, ვინც წინა გადაცემები დაალაიქეთ და ჩემი თხოვნაა, რომ ეს გადაცემებიც დაალაიქოთ. მადლობა ყველას, ასევე რადგან წლის ბოლო გადაცემა, მინდოდა რაღაც განსხვავებული გადაცემა ყოფილიყო, ამიტომაც დღეს სათვალის გარეშე ვიქნები და ესეც რაღაც სიახლე და ასე რომ ვთქვათ, გრანდიოზული იქნება და დღეს ძალიან საინტერესო თემები გვექნება და ჩვენ ვისაუბრებთ წლის განმავლობაში, ასე რომ ვთქვათ, რაღაც საინტერესო თემებზე, რაც დაგროვდა, რაც მოხდა, რამაც გაგაოცათ და რამაც გამაოცა მეც. მაშასე დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ Silk Sport-ის YouTube არხი და დავიწყეთ. მაშასე პირველი თემა, რაზეც ვისაუბრებთ, ბევრი მეკითხება ბატონო თემურ, რა ხდება სალაჰსა და ლივერპულს შორის. ძალიან საინტერესო საგა, რომელიც ბოლო პერიოდია დაიწყო სალაჰის ინტერვიუს შემდეგ და ძალიან ბევრი კრიტიკა მოჰყვა, ზოგიც აკრიტიკებდა სალაჰს, ზოგიც ლივერპულს, მაგრამ რეალურად რა მოხდა, ძალიან რთული სათქმელია და ეს სიტუაცია ძალიან გავს მომენტს, როცა დადიხარ ერთი და იგივე სახინკლეში, ეს სახინკლე ძალიან გემრიელ ხინკალს გაჭმევს და მოულოდნელად შენ ადგები და სხვა სახინკლეში წავხვალ. ანუ ეს არის ღალატი. თითქოს აი ესეთი მომენტი ჩანდა, როცა სალაჰმა სახალხოდ გააკრიტიკა ლივერპული და ამან გამოიწვია ეს ყოველივე და ლივერპულის ფანებში, ზოგიერთ ფანში თითქოს ეს იყო ღალატის ქმედება, მაგრამ შესაძლოა სალაჰი ვერ დააფასეს, ხომ? იგივე სახინკლესთან რომ შევადაროთ, ჭამ კარგ ხინკალს, ხინკალი ყოველთვის გემრიელია, მაგრამ შენ იძახი რომ აი უკეთესი მინდა. თითქოს ლივერპულს უკეთესი უნდოდა, მაგრამ სალაჰი იყო ლივერპულის ლეგენდა და მრავალი წელია, მრავალი გოლი გაიტანა ლივერპულისთვის და შეიძლება იგრძნო სალაჰმა დაუფასებლობა, როგორც იგრძნო სახინკლეში მეხინკლებ დაუფასებლობა და აღარ გამოგიტანა გემრიელი ხინკალი. იგივეა ის, რომ ლივერპულისგან ვეღარ იგრძნო და აღარ გამოუტანა დაფასება და ამიტომ ისაუბრა ის რაც ისაუბრა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე ვთქვათ დაალაგდებიან ლივერპული და სალაჰი, რადგან ძალიან რთულია იპოვო მეორე სალაჰი, როგორც რთული იყო რომ ვერ იპოვეს მეორე ჯერარდი, ასე რომ თუ მიყურებენ ახლა ლივერპულის ადმინისტრაციიდან, ჩემი თხოვნა რომ დაალაგდით და ყოველთვის გახსოვდეთ ლეგენდარული ფეხბურთელის ჟაირ ზინიოს სიტყვები. თუ შენ ეძებ ხინკალს, ვერ იპოვი კარგ ხინკალს, თუ კარგ ხინკალს იპოვი, ესე იგი კარგი ხინკალი იპოვე. ასევე შემდეგი თემა, რომელსაც დღეს შევეხები, ამ წელს ძალიან განსაკუთრებული და მწვავე იყო, ეს იყო რეალის კრიზისი. დაიწერა იმაზეც, რომ ჩაბი ალონსო შეიძლება გაუშვან და ასევე ვინისიუს ჯუნიორის ამბები. ფაქტია, რომ ჩაბი ალონსომ ჯერჯერობით ვერ შეეგუა, ასე რომ ვთქვათ, რეალ მადრიდს და ძალიან რთულია, ასე რომ ვთქვათ, გადაჯდეთ ძველი მანქანიდან ახალ მანქანაზე, რომ მოსკვიჩიდან მერსედესზე. იგივე იყო, რომ ლევერკუზენიდან წავიდა ჩაბი ალონსო რეალში და ჯერჯერობით ვერ მოეგო რეალის საჭეს და მოტორს, რადგან მოტორი ძაგძაგებს მუდმივად, იმიტომ რომ რეალის სამეფო კლუბია და მუდმივად ძაგძაგში და წარმატების მიღწევის წიაღშია, ასე რომ ვთქვათ, და ჯერჯერობით ჩაბი ალონსოს უჭირს ეს ყველაფერი მოტოკოს. ასევე არის ინფორმაციები, რომ ჩაბი ალონსოს ვერ უჭირავს გასახდელი. ეს ძალიან რთული თემაა, რადგან არა მარტო ტაქტიკური თვალსაზრისით აუცილებელია მწვრთნელმა, ასე ვთქვათ, სასაუბრო დონეზეც დაალაგოს ფეხბურთელებთან ამბები, ამიტომ მე ჩაბი ალონსოს ვურჩევ თუ უყურებ ჩემს გადაცემას, რომ ერთი თვე, როცა ახლა საახალწლო შვებულება იქნება, ჩამოვიდეს ქუთაისში და ერთი თვის განმავლობაში ის ქუთაისში გაეცნობა თუ როგორ უნდა ეურთიერთებო ადამიანებს, როგორ უნდა მისცე შენიშვნა, თუნდაც როგორია ზოგადად დამოკიდებულება, ქუთაისი გასწავლის იმას თუ როგორ ეკონტაქტო ადამიანს, ისე რომ მიახვედრო მის დანაშაულს. ერთი თვის შემდეგ ჩემი აზრით, როცა ის ჩავა რეალში, უკვე ის სკილები ექნება ქუთაისიდან წაღებული, თუ როგორ უნდა მისცე შენიშვნა ვინისიუს ჯუნიორს, რომ აქეთ მოგიხადოს ბოდიში და ასე რომ ეგრეთ წოდებული კაჩაობის ინსტიტუტს გაივლის ქუთაისში, ჩემი აზრით, ძალიან კარგად ჩაბი ალონსო, შემდეგ შევა რეალის გასახდელში და დაალაგდება ყველაფერი, რაც დასალაგებია, ასე რომ ჩემი რჩევაა ერთვიანი კურსი ქუთაისში და რეალის პრობლემის მოგვარებაც დაიწყება, ასე რომ რეალის გულშემატკივრებო არაფერი საგანგაშო არ არის, ყველაფერი დაალაგდება და იცოდეთ, რომ თუ სამეფო კლუბია, ეს რეალია და თუ რეალია, ეს სამეფო კლუბია. და შემდეგი თემა, ცოტა გადავიდეთ სპორტული თემიდან, რადგან წლის ბოლოა, თან ახალი წლებიც მოდის. ბევრი მეკითხება ბატონო თემურ,
რაღაც კითხვები გვაქვს ახალ წელთან დაკავშირებით, ჩვენთან მაგალითად ახალ წლის პერიოდში ძალიან ბევრი დალევა გვიწევს და რა ვქნათ, რა გავაკეთოთ, როგორ დავუსყდეთ სუფრიდან ხალხს, რომ ბევრი დალევა არ მოგვიწიოს და ასე რომ ვთქვათ, გადავრჩეთ. ბევრი დალევა ძალიან რთული кейსია, მინდა გითხრა, ძალიან რთული кейსია და სუფრიდან დაძრომის, ასე რომ ვთქვათ, გამოცდილებას თავისი შესრულება სჭირდება, მაგალითად არის ესეთი რამ. ასე საინტერესო кейსი არის ის, რომ არ მინდა ბევრ სუფრაზე დავლიო და ჩემი ღვიძლი ახალ წლის პერიოდში განადგურდეს. ანუ გვაქვს ორი кейსი. არ დალევა და სუფრიდან გამოღწევა. მოდი და დავიწყოთ არ დალევის кейსით. როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ თითქოს სვა, მაგრამ არ ვთვრები, მოკლედ. ჩაასხი არყის ბოთლში წყალი და ყველა სუფრაზე მიდი შენი ბოთლით. და უთხარი იქ რომ ხალხს რომ ბოდიშის გიხდით, მაგრამ სხვას ვერ ვსვამ, ჩემი არაყი თუ არ მოსული. მათთვის ხომ მნიშვნელოვანია რომ შენ დალიო და არ აქვს მშვიდობა რას დალევას რომ დაგთახტებიან ამ ყველაფერზე და დაიწყე წყლის დალევა. მათ ეგონებათ რომ სვამ და შენს ბედნიერი ხარ რომ შენი ღვიძლში არ ჩადის ალკოჰოლი, მაგრამ აქ თავარია შენი სამსახიობო ინსტიტუტი. თუ შენ არ თამაშობ რომ ნელ-ნელა თვრები, შეიძლება ისინი მიხვდნენ რომ იტყუები და გააგძუყრონ, ასე რომ გაიარე ეს ყველაფერი, გაითავისე ეს ყველაფერი. თუ შენ შეგიძლია რომ ითამაშო სიმთვრალე, მაშინ შეგიძლია გამოიყენო წყალი ვითომ არყად და არც დათვრები, ხალხიც ყვაყოფილი იქნება და შენც ყვაყოფილი წახვალ სუფრიდანს რომ ეს ყველაფერი გაიაზრე და თუ შენ შეგიძლია რომ ასე ვთქვათ ითამაშო სიმთვრალე, იდეალურ ვარიანტს გთავაზობ. მეორე ვარიანტია, რომელზეც ვისაუბრეთ, როგორ დავუსხლდე ხალხს სუფრიდან, იმიტომ რომ ამდენი დალევა არ შემილია. კი ბატონო, აქ არის სამი მთავარი მიზეზი, რაც შეგიძლია გამოიყენო ახალ წლებზე სუფრიდან წამოსასვლელად და გამოგადგეს. პირველი, ბოდიში უნდა გავიდეთ, სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, მიზეზი, იმიტომ რომ ვერავინ ვერ გეტყვის ამაზე უარს, რადგან თუ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, შენ უნდა მიხვიდე, რაც არ უნდა იყოს, უნდა მიუსწრო. მეორე არის ძალიან საინტერესო, ჩემი შეყვარებული მეჩხუბა. ეს ძალიან საინტერესო თემა, თან თუ ახალგაზრდა ხარ, ასაკიან ხალხი, რომელიც სუფრაზე იქნება, ამაზე ნოსტალგია მოაწვევა, რომ წავიდეს, ცოდუა შეურიგდეს მის შეყვარებულს, შენ კი გამოხვალ, ბედნიერი იქნები და ბევრი დალევაც არ მოგიწევს, რომ გამოიყენე ეს მიზეზები, ეს არის როგორც გითხარის ხანძარი და შეყვარებულს დაშორება მერწმუნედ 100%-იანი სიზუსტი დამართლებს და როგორც კი სუფრიდან გამოხვალთ, გამიხსენებთ და იტყვით რომ ბატონო თემურ გაიხართ, ასე რომ თუ ამ ყველაფრის სანაცვლოდ თანხას არ ჩამერისხავთ სუფრაზე, ერთი ჩემი საათგრძელო მაინც თქვით და ყოველთვის გახსოვდეთ რომ თუ გილოცავთ 2026 წელს, ესე იგი 2026 წელი მოვიდა. თუ 2026 წელი მოვიდა, მაშინ გილოცავთ. და რაც შეეხება შემდეგ თემას, ნელ-ნელა უკვე გადავიდეთ, ასე ვთქვათ, წლის ბოლო მწვანე ბილეთზე და შემოგთავაზებთ ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, კუშებს, რომლის მოგების შემთხვევაში თქვენ საახალწლო სუფრაზე გოჭსაც დაამატებთ. დაალექეთ ეს ვიდეო და გადავიდეთ შემდეგ რუბრიკაზე. მაშასე გადავიდეთ ჩვენს შემდეგ რუბრიკაზე, ეს არის მწვანე ბილეთი, როგორც ის რუბრიკის სპონსორია ჯუმა ვინსი. ჯუმა ვინსი უკვე 6 წელია გავუქმებულია ეს კომპანია, მაგრამ მე მაინც უცვლად არ ვღალატობ, ასე ვთქვათ, ჩემს სპონსორს და არის ჩემი წარმდგენი. მაშასე დღეს ძალიან საინტერესო პოზიციებს შემოგთავაზებ, თან წლის ბოლოა, მეწუნეთ დაგჭირდებათ კარგი, ასე ვთქვათ, ვარიანტები და თამაშები და იმედი მაქვს რომ დაგეხმაროთ. პირველი არის მანჩესტერი ნიუკასლის ერთიანი. რატომ ეხლა კი თქვენ იტყვით რომ მანჩესტერი არ არის, ასე რომ ვთქვათ, მანჩესტერ იუნაიტედი არ არის სტანდარტული და სტაბილური გუნდი, მაგრამ როგორც იცით, არის ძალიან ერთი ცნობილი მანჩესტერის გულშემატკივარი, რომელიც იზრდის თმას, მანამ სანამ ხუთს თამაში არ მოიგებს მანჩესტერი და ჩემი ინფორმაციით ამ ბიჭის დედა მიუვარდა ვარჯიშზე მანჩესტერს, გათათხა, გამოლანძღა, დაწყევლა, უთხრა ჩემი ბიჭი თქვენს გამო თმებს ვერ იჭრის, აღარ შემილია, დავიტანჯე, მინდა რომ ჩემ ბიჭს თმები შეუთხელდეს, რაიმე მოიმოქმედეთ, ასე ვთქვათ, ეჩხუბა მანჩესტერის ფეხბურთელებს და ეს დამატებითი мотиваცია იქნება, რომ მოიგონ ეს მატჩი და დარწმუნებული ვარ მანჩესტერი ნიუკასლის ერთიანი ამ თამაშში აუცილებლად წამოვალთა შეიჭრას იმ ბიჭმა თმა დაისვენოს, ასე ვთქვათ, სანათესაობა თვითონ იმ ბიჭმაც, დედამაც და მანჩესტერმაც, ასე რომ მანჩესტერი ნიუკასლი ერთიანი. შემდეგი რაც თქვენთვის შემოვინახეთ არის ლეჩე კომო, ძალიან საინტერესო მატჩი ლეჩე კომო ერთიანი. რატომ ეხლა? როგორც იცით, კომოდან ლეჩემდე არც თუ ისე ცოტა გზა და შესაძლოა რომ ლეჩეში კომო ჩავიდეს, ასე ვთქვათ, გემით, რადგან მათ საზღვაო გზაც აკავშირებთ, ასე რომ სავარაუდოდ მოსალოდნელია აი ამ კვირაში წყალდიდობა და ასე ვთქვათ, აღელვებული იქნება ზღვა, რაც გამოიწვევს ბოდიში და მოგზავრობის დროს კომოს ფეხბურთელების გულისრევის შეგრძნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშიც ვერ იქნებიან კარგ კონდიციებში და ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ლეჩე კომო
ერთიანი მერწუნეთ რომ ეს ასე ვთქვათ დატესტილი და გავლილი კუშია. Შემდეგი მილანი ვერონას ერთიანი აუცილებლად, რადგან მე მაქვს ასე ვთქვათ ინფორმაცია რომ ვერონას მწვრთნელი ყოველ თამაშის წინ ღამით ურთავს ხოლმე როცა გასვლით თამაშებია თავის ფეხბურთელებს რომეო და ჯულიეტას რათა მათ რაღაც სენტიმენტები მოაწვეთ და რაღაც განსხვავებულად ითამაშონ გუნდების წინააღმდეგ მაგრამ რომეო და ჯულიეტა ძალიან დიდი ფილმია რაც იმას ნიშნავს რომ ფეხბურთელები ვერონას ფეხბურთელები დიდი ხანი არ დაიძინებენ მათ ძილი გაუტყდებათ და შემდეგ გამოვლენ მილანთან სათამაშოდ არც თუ ისე კარგ კონდიციებში და დიდი ვარაუდით დამარცხდებენ ასე რომ გამოიყენეთ ეს პოზიციაც მილანი ვერონა ერთიანი და ბოლო არის ლივერპული ვულვზი ლივერპული ვულვზის ორიანი კი თქვენ გაგიკვირდებათ რატომ ორიანი რადგან ლივერპული ფავორიტია მაგრამ აქ ჩემი ვარაუდით მოხდება რა მაქვს ინფორმაცია რომ ლივერპულში არის ცოტა განხეთქილება სალახზე ვისაუბრეთ თან გავრცელდა ინფორმაცია რომ სალახი მთვრალი მივიდა ვარჯიშზე აგინა არნესლოც აგინა რამოდენიმე ფეხბურთელს და ძალიან აურია სიტუაცია რაც იმას ნიშნავს რომ ლივერპულის ფეხბურთელები ვერ არიან თლად კარგ კონდიციებში და ამიტომაც ვფიქრობ რომ ვულვზი გამოიყენებს ამ დაძაბულობას და მოიგებს ამიტომ ლივერპული ვულვზი ორიანი მაშინ ეს 4 კარგი ასე ვთქვათ ქმედება და კუში ჩემგან 4-ვე 100%-იანად გამართლებადია ასევე გილოცავთ დამდეგ 2026 წელს ყველა სულის ასრულებას გისურვებთ და ყველაფერი საუკეთესო თქვენ დიდი მადლობა ყველას დალაიქეთ ეს ვიდეო გამოიწერეთ სილკ სპორტის YouTube არხი და ყველას გახსოვდეთ რომ თუ სპორტი მაშინ სილკ სპორტი თუ სილკ სპორტი მაშინ სპორტი